სკოლის ჩანთა. მოსწავლის ერთი შეხედვით უწყინარი აქსესუარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. ნუცა მხოლოდ 6 წლის არის. ის პირველ კლასშია და სკოლაში სიარული უხარია. მოწონს თავისი სკოლის ჩანთაც, რომელიც როგორც ყოველთვის წიგნებით და სკოლის ნივთებით არის სავსე. მე წიგნები დამაქვს და პენალი და ფანქრები. სკოლის წიგნები დამაქვს, პენალი, სადაც ფანქრები მიდევს და სხვა ნივთები. მძიმეა, მაგრამ შევეჩვია. მძიმე სკოლის ჩანთა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დღეს მე შევეცდები სასარგებლოს რჩევები მისცემ იმ მშობლებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებს. უამრავი წიგნი, რვეული, საწერი საშუალება, სპორტული ფორმა, ასეთია დღევანდელი სკოლის ჩანთა. ზოგჯერ პატარების ჩანთების წონა 5-6 კილოგრამს აჭარბებს. ჩვენ მაგალითად ცოტა სხვანაირად გადავწყვეტეთ პირველკლასელებთან ეს პრობლემა. ვცდილობთ, რომ თქვათ კვირის განმავლობაში ბავშვმა არ ატაროს ეს ჩანთა. პარასკევს სახლში მიაქვს ჩანთა და ორშაბათს სკოლაში მოაქვს ჩანთა. ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ბავშვისთვის წიგნები 2 ეგზემპლარად შეიძინოთ. ან წიგნების ქსეროასლები გააკეთოთ. თუ ბავშვს წიგნი სახლშიც ექნება და სკოლაშიც მისი აქეთ-იქით ტარება აღარ მოუწევს. მოსწავლის ჩანთაში მხოლოდ სასკოლო ნივთები უნდა ეწყოს. სათამაშოები და სხვა გასართობები ჩანთასაც ამძიმებს და ბავშვების ყურადღებასაც ფანტავს. ბავშვისთვის აუცილებლად გორგოლაჭებიანი ჩანთა შეიძინეთ. მისი ზურგზე მოკიდება საჭირო არ არის და ტარებაც გაცილებით მარტივია. ხან გორგოლაჭებიანი ჩანთა დამაქვს, ხან ზურგზე მისცემ. ჩანთას ვაგორავებ. და ბოლოს, სასკოლო ჩანთის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი წესი. ის უნდა იყოს ხარისხიანი.